გამარჯობა ლაშ. როგორი მელიზმებით იყო დღეს ეს გამარჯობა. ხო, რაღაცა აღდგინებული ლაში იყო. ძალიან კარგი თქვა. მეორე ლაშ ყოსტუმ რა. იმიტომ რომ მეორეჯერაც უნდა თქვა გამარჯობა ლაშ. გამარჯობა ლაშ. მეც მითხარი ხო რა. იმიტომ რომ მაგაზე ვაფანატებ. ხო. ძლივს გვეღირს აღარ მე მგონია რომ წერ და ნახულობ და აღმოჩნდა რომ ვერ ნახულობ. და ძალიან სევდიანი მე ეს კაცი რატო არ მსინავს? რა დაუშავე? რატო არ პასუხობ? მოკლედ გავიგეთ რომ თქვენ ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ მოდი მაყურებელსაც რა უთხრათ. ესე იგი დღეს გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ხმა ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. დარწმუნებული ვარ ეხა კომენტარები წამოვა რომ აუ ეს ის ხმა, იმიტომ რომ შენ ხარ მთელი ჩემი ბავშვობა, ციკოს ბავშვობის ხმა და ჩვენი სტუმარია ლაშა მურჯიკნელი და თან ხა ჩვენი მეგობარია. ხო, თან მეგობრობ. გახმოვანების მსახიობი და ერთ-ერთი ძალიან დიდი სტაჟის მქონე ამ სფეროში, ხო, იმიტომ რომ მე მგონი მე ვიყავი რაღაც 3 წლის თუ 5 წლის შენ გახმოვანება დაიწყე. ეხა პირველად თქვენ გადაცემას რო უყურე ზანდა ამ გალობლიშვილი ჩემი ბავშვობა, ჩემი ოქრო ადამიანი რო ყავდათ მე და ზანდამ დავიწყეთ პირველად. ხო, მართლა ეგ 2000 თუ 2000 პირველი წელი. ხო, ჩვენ ვიყავთ თოთოები. მე შევედი სკოლაში 2000 წელს ზუსტად. მე არა მთლად, მაგრამ სერიალს ერქვა ზანდაც იტყოდა რა, რამდენადაც მახსოვს მე მგონი თქვა კიდევაც ფიორელა, მეხია გუცმანისა და ის მეხია გუცმანი მე ნაშა იყავი. ფიორელას ნაშა იყავი. ფიორელას ნაშა ვიყავი და მე და ზანდასთვის მთელი საქართველოს ჭიშკრები ღია იყო, ოღონდ ეგენი ჩამოვიდნენ და ხო არა, იმენ ყველგან გეპატიჟებენ. აუ ძალიან მინდა თუ მოვიპოვებთ რა ვაჩვენოთ რა ამონარედი. თუ სადმე გავაძრობთ მაგას იქნება გავაძრობთ. არ ვიცი, აი მე ჩავწერ და თუ რა მიგზავნი. ეგ იმ პერიოდის სერიალია, როცა ჟურნალის სერიალი გამოდიოდა, მე მახსოვს, იმენა მახსოვს. და იქ ეწერა გარჩევა. გარჩევები და წინასწარ სერიები, კი. ანუ სოციალური ქსელები ხო არ არსებობდა ეხა მაშინ და მან ვიყავ, იმიტომ რომ მესიჯი არ არსებობდა მარტო პეიჯერი. სად ვიყავით ჯერ ამდენი სერიალით განებივრებული დღეს რო ვართ და მით უმეტეს ქართულად გახმოვანებული ამდენი სერიალით სასაული იყო. ბლანკოს ქრივი ისი გახმოვანებულია ვერ მოვიდა. ბლანკოს ქრივი მე მგონი რუსთავი 2-ზე გაახმოვანეს ზაზაიაკაშვილი და ვიღაღარ მახსოვს ეს არ მინდა რომ გამოჩნდეს აქვე მინდა უეჭველი მინდა რომ ახსენო რომ ლაშა მურჯიკნელი ჩვენი ძალიან დიდი ფანი და მაყურებელია ასე ვთქვათ გულშემატკივარი ფანია აუცილებლად გულშემატკივარი იმიტომ რომ ყველა ჩვენს ვიდეოზე აუცილებლად ლაშას კომენტარია გულების ყველა რილზე მეგობრებო მიყვარხარ ჯერი მიუხედავად იმისა რომ მეგობრები ვარ და დავმეგობრდით ამ იმაში იცი როგორი მომენტია რომც არ იყოს ადამიანს უნდა მისცე ანახო რომ აი ბიჭო ჩემგან ვიღაცა რომ ნახავს რომ ლაიქი გული რაღაც კომენტარს რომ ნახავს ბიჭო იმედი მაქვს რომ ის ვიღაცაც სტიმული აქვს რა ხო რაც არის სოციალური ზოგი არის ალბათ მორიდებული რომ ვაი ხო რაღაცა ვიცი ახლა როგორ კი ეგრეა და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის რომ ესეთი ჩვენი გულმხურვალი გულშემატკივარი ხარ და გარდა იმისა რომ ახლა ჩვენ მეგობრობთ მართლა და იმდენი გადაკვეთები გვაქვს ახლა გინდ ბრავო რეკორდში და გინდ სხვაგან ახლა მაგის მიუხედავად ძალიან კარგია ეგ რომ ყოველთვის ჩვენ ხვდებით ხოლმე ყოველთვის არის რეკომენდაცია ისქენი რაღაცები საუბრობ და ძალიან სწორ და კარგ რაღაცებს მეუბნები ხოლმე მე მიხარია და მართლა დედას გეფიცები გულით გულშემატკივრობთ იმიტომ რომ ბიჭო არსებობს ბოდიში ამ ბიჭოზე და იმაზე ნუ ეგეთ ტერმინოლოგია კარგი ლაპარაკობთ ჩვენც ეგრე ლაპარაკობთ აქ ბიჭო კი მოსულა როგორი რაღაცაა იცი რომ ბევრ პოდკასტს უყურებ რა ეხა არის რა რაღაცები მაგრამ ბიჭო რაღაცები არ მაინტერესებს ან შეიძლება თავიდან დამაინტერესოს და აი 5 წუთი უყურებ და მე აი პენსიონერივით ესეთ საქანელიანს ყავზე როზი ხო შეგეძინება თქვენთან აი თავიდანვე კარგი თანმიმდევრობით მიყვებით თუ როგორ მიყვებით ეხა ეგ არ ვიცი მაგრამ ისწორდება რა ჩემებს რო ხედავ იქ თქვენი ეს ლაშ მაი აეციაგოს ლაშ მაგიშებს გამარჯობა ლაშ ეგ შემთხვევით გამიზრა ჩესნად გეუნებით აი ორივე აქ ხარ ჩესნად გეუნებით არც ერთი არ გადამიხვევია
აი ხوارი რაღაც მოსაწყენია გადაახვია. წამიანს ეს რო აჭერა იმის არს რო გადავიდა. არა, იმიტომ რომ მაგარია, მაინტერესებს რა, ვინ რა, როგორ რანაირად და ძალიან კაია რა ამ ეპიზოდის სტუმარი ხარ შენ ჩვენ არის ჩვენ როგორ გვიხარია და ძალიან დიდი ხანი. დღეს გამიქეცი ჩაწვედი თავი დამანებეთ. ხო, დუბლირებიდან მოდიხარ როგორც ვიცი რა. მაგაზე. ლაშა ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ აი ესეთი გულშემატკივრობისთვის, იმიტომ რომ თან შენი სფერო, შენი კოლეგა, შენი მეგობარი კიდე რომ აი ესეთ გულშემატკივრობას თან ამხელა გამოცდილებით. ამხელა გამოცდილებს, იმიტომ რომ პირველად მახსოვს ჩემი ბრაუში მისვლა, მე ბრაუში გავიცანე ხა ძირითადად რა. მეც ბრაუში გავიცანე ლაშ. კი, გვერდზე ვიჯექით რადაც ის ხმები, რომლებიც სულ მესმოდა და მე მახსოვს, მართლა მახსოვს, რაღაც ბუბაშულმა დამიბარა დუბლირებაზე, მაშინ ვიყავი რაღაცა მართლა ბუჩქს ვახმოვანებდი თუ რაღაცა ალაგალაგა. ეგრე ვიცი. ჯერ ბუჩქი, მე ხე. კი და სანამ მე შევიდოდი მურჯიკა ახმოვანებდა რა და ეს ხმა ჯერ იქიდან რო გავიგე მეთქი აი ეს დიდი თვალებით მეთქი ისა თუ რაღაცა მე მურჯიკა რო გავიდა რა ქვია მეთქი ამას რა გვარია ხა არ ვიცოდი ეს სეხნი ხო და ლაშა მურჯიკნები და მაშინ დავამახსოვრდა რომ აი ეს ხმა რომ მოვისმინეთ ან რომ დავინახე მე გამარჯობა ლაშა ძალიან უშუალო როგორი გვარი გაქვს თან ო გვარი ჯავახური უშუალო ტიპია რაღაც მომესალმა რაღაც მიხვდა რომ რაღაც ახალი მსახიობი ვიყავი რა ჯიგრულად მელაპარაკე მაშინ და ეგ კიდევ უფრო მეტად მომეცი იცი მაგაზე იცი რას გეტყვილაშიკო რომ ეგ როგორი რაღაცაა იცი ბიჭო ბავშვი ვიცი მე ქვიშაში ხო ეგ ის ასაკს მერე მნიშვნელობა აღარა აქვს ჩემო კარგო ძმაო და როგორი მომენტია იცი რომ რაც უფრო რავი გვერდში დგომას დაანახებ აჰა კი უფრო კაია კი ეხა იმასაც არ დავმალავ რომ მე და შე რაღაც სიტყვიერად გვიკონფლიქტია ეგ ეხა არა მე რაც ვიცახი ვისთან არ უკონფლიქტია ან ამას და ან მე ნუ ეხა ეგრეა რა ეხა ცხოვრება კაცო რა ეხა როგორ გავაკეთოთ ეხა დაძმა და ძმები და ისენი მამაშვილი და ისენი იმაშვილია რა თქმა უნდა მე ვიცახი რომ პროსტა ბიჭო ეს არის მთელი ცხოვრება ეხა ვიცი და ეხა უკვე ეს თუ ასწავლის და ეს თუ მე რა მახსოვს მე რა მახსოვს იცი ბრავოში რომ მოვედი ნუ მე ლაშა სოფოსთანაც მეგობრობდი ეჯოსთან და ნუ ნინასაც ვიცამდი რაღაც მაგრამ ეჯოსაკედან ძალიან კარგია სოფო არის ზოგადად ჩემი ეგეთი გულშემატკივარი რომ სულ უნდა რომ ყველგან შემტენოს რა და ნუ ერთ-ერთი ეგეთი პერიოდი იყო რომ მირეკავდა ხოლმე ნუ არასდროს არ მეცალა და ნუ მეცალა და თან მაშინ ლაშამ დამირეკა რომ რაღაც ახალი პროექტი გვაქვს მოდიოდა და ხა ლაშა ჩემთვის არის ტყუპის ცალი ხოცავთ ერთმანეთს მე ვიცი აი თქვენ ხოცავთ ერთმანეთს ცალკმარი არ ხოცავს ეგრე ერთმანეთს და დაძმა როგორც მე და ის ხოცავთ მთელი ცხოვრება აფები და ქვაბებიცვიო ანუ აი აღარ შეიძლება მაგრამ რეალურად ისე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და სულ ის ერთად ვართ უკვე რავი რამდენი წელია ყველაფერში ნუ ლაშა მომიყვანა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ გრაფიკებში ვერ ვემთხვევით რა. ნუ აი სიმარ ძალიან რაღაც უცხო ხალხში. არა, უცხო ხალხში რა, აი ვერ ვიგებ ის ვინ არის რა ხდება. რა სახე ქონდა უნდა გენახო. ხო და ძალიან ცხადად მახსოვს შენთან კომუნიკაცია, მეტყვი შენ ხო ესეთი ხარ, ხიარული რაღაცა აჟიტირებული, ხმაურიანი თქვა რა. როგორც ჩვენი მეგობარი სოფო ცინცაძე იტყო და ლაშა ერთი ადამიანი არ არის რა 10 ადამიანი. ლაშა რო ლაპარაკს იწყებს მგონია რომ ხალხი ლაპარაკობს. ხო და მე ხო თან ძალიან ექსტრავერტი ვარ და ძალიან მიყვარს კომუნიკაცია და რაღაცა ამბრავოში ისეთი სიტუაცია იყო ლაშას გარეშე ჩემახქმაში რომ აი ყველა რაღაც თავის პირადი ცხოვრებით ჩუმად გავამოწეს ფუსფუსად მე ძალიან ხმაურიანი ადამიანი ვარ მიყვარს ბევრი მეგობრები ბევრი ადამიანები აი და ბაჩე რო დაგინახე მეთქი მოდი ამოახლა მოციო დავლიო ყავა ერთად დავლიო და შენს ბაბას ვიცოდი მეც ეგ ვიფიქრე პირდაპირ ანუ იმენა მიშველე მაშინ ეხა მეც გამახსენდა რა ეხა ბევრი კი რა ხდება რა მოწყენილი ხალხი დადის რაღაცა იქით ზოგი იმაშება ზოგი მოწყენილი ან სერვა სახით იქნებოდა უეჭრელი ანუ ვერ ვიგებ სერვა აქვს სახე მით უფრო მაგარია იმიტომ რომ არის შენობს ეხა ადამიანს და როგორ უნდა იყოს ჩემ პირველი კომუნიკაციაც ამასთან ეგ იყო აი მენა როგორი სწერვა და როგორი საშირო არა ეგეთი კომუნიკაციის და ეგრე ნესტანიკო სტერვა მეგონა ნესტანი აი შეგრაცვალე მე ეგრე ნესტანიკო სტერვა მეგონა არავინ არ მეგონა მეთქი რა თავაწეული და ვინ არის ხო არა არის ესა მეთქი არა და ნეჩოზე თბილი ვაფშე არავინ არ გაჩენილა ამ არა შენ თავს მე რომ მაგას გაიცნობ
უიმე ადამიანი. მაშა ეხა შენ კი ჩამოთვალე შენი სერიალები რაც გახმოვანებული, მაგრამ კიდე უნდა ჩამოთვალო, შენ გაქვს აი ისეთი კლასიკა, ეხა წეღანაც რომ მითხარი, ერთი სერიალი გვაქვს გახმოვანებული, ოღონდ მე მაქვს შენი ხმით მოსმელი. ეს არის დაკარგულები, ლოსტი, მეც ვარ, შენ და ლაშიკოს რატო უსმენ? ანუ კაცების ხმაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ეხა რა ვქნა. ესე ვიტყვი, ესე არა მოჭრა, ესე ვიტყვი. არა მოჭრა. ციკოს და ლაშიკოს. და ჩვენ ორივე გაზრდილები ვართ შენი ლოსტის ხმაზე. მაგრამ მე რას ვიძახი იცი, აი ხა ლაშიკოსას და წეღანას ვილაპარაკეთ, მაგრამ მე ჩემ ხმას ვერ ვიტან. რატო? მეც ვერ უსმენ ჩემ ხმას. რატომღაც მჭირს, აი ფილმში რო დავინახავ ჩემსაც შენი. რაღაცას აი პატარავდები რა თითქოს. არ ვიცი ხა რა მომდის, მაგრამ ნუ არა რა. ვერა რა და მომინდა ეხა რა გახმოვანების დროს ხო იცი მაინც ვერ უყურებ რა ისე აჰა ეხა ყველამ ვიცი ვერ უყურებ რა ეხა ჩაუждე ისა ესა თუ შენ არა ხარ ზიხარ ხანტემ ხო ტელეფონში ხარ კიდი არა ხუთი გვერდი არა ვარ მე გავალ მოწევ რა აბარა მე რო უყურე თქვენი ხმით აჭარა მეძე ხო რადიო მე თქვენ გაიხარ მე კიდე მახსოვს ჩვენ კიდე ჟენი ხმით მე კიდე მახსოვს ჯერ ლოსტი ძაიკო საკულტო სერიალია მაშინ ერთ-ერთი რაღაც TV შოუების რაღაც ბუმი იყო რა და იმედმა რო იყიდა ეგეთ სერიალებს არ ძირთად მართლა ვიყავით თურქულ ბრაზილიურ რაღაც სერიალებს თურქული და მე შემოვიდა ბრაზილიურს და ეს უცებ ლოსტის სერიალი ეგ და პარალელურად დაიწყო გაქცევა რუსთავიორმა ეგრე მახსოვს აი რუსთავიორმა დაიწყო მაგრამ გაქცევა ჩვენც ქონდა მერე მოვიდა თქვენთან იმიტომ რომ იმათმა შეწყვიტეს სეზონი გააჩერეს მე ჩვენთან მოვიდა და თქვენთან დამთავრდა ეს მაგარი სერიალები მაშინ ეხაც კაი სერიალები ალბათ ხო მაგრამ მაშინ კიდე უფრო ახალი და საინტერესო იყო რა და მე მახსოვს რომ სკოლიდან და სკოლაში რო ვარჩევდით რომ ეხა რა ხდება ნეტა რა მოხდება და ბავშვი პატარა და სხვათა შორის ერთი სერიალი მაგრამ მახსოვს რა 24 საათი ერქვა რა ეგეც ძალიან კაი სერიალი იმედზე გადიოდა ეგეც ხო იმედზეც გადიო მე მგონი მე თქვენთანაც გადიოდა თუ არ ვწდები რა დაჭარა ნეტმაც გაახმოვანა მე მგონი აღარ მოგონ თქვენი ხმები სავარაუდო ვერ მოიპარა არა ჩვენი არისო ხო იმიტომ რომ ეხა ყური ხო იცი მაინც იმას არა ჩვენ არ გაგვეხმოვანებდი აი ეგ რო იყო ეგ სერიალი რო იყო ერთი სერია დაიწყებოდა აზრი დამთავრდება ერთი სერია დაიწყებოდა აზრი გამოძიებაზე იყო ხო რაღაც აი როგორ იყო იცი რომ აი ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოება ტერორისტები რაღაცა როგორც ირავენ ამ აგენტს ჯეკ ბაუერს რაღაც თუ და აი მაგარი იყო ძალიან კაი იყო მაშინ ძალიან მაგარი სერიალი ვაფშე ახალი იყო ხო რა და მე 8 სეზონია მე მგონი როგორც მახსოვს და თითო სეზონში არის 24 სერია რა ერთ სერიაში ხდება 24 საათის მანძილზე და ის 24 საათი მაგიტო ქვია თქვენი ლოსტი ხომ მახსოვს ციხიდან გაქცევაც ჩემი და ციკოს გახმოვანებული იყო მე თავიდან დავიწყეთ ეგეთ პარალელურ რეჟიმში ვახმოვანებდი არა ჩვენ რო დავიწყეთ უკვე გახმოვანება დამთავრებული იყო იმედზე კაი ხო ცოტა დროში ვარ დაკარგული კი დროში ხარ დაკარგული რომ ცოტა ბებერს ეგ გადიოდა სადღაც 2006-2008 წლები დაახლოებით ეგენი იყო მე და ციკომ 2015-ში დავიწყეთ გახმოვანება და პატაებახები ვიყავით ჩვენც იცი რა იყო 2006-იც არ იყო უფრო მე გეუბნები ლოსტზე 24 საათი შეიძლება მერე პერიოდი იყო მაგ დროს იყო მაგრამ მერე წამოვიდა რა ვიკინგები ჩენი გახმოვანებულია ხო ვიკინგების მოიცა ჩამოვთვალო ლოსტი ანუ დაკარგულები 24 საათი ვიკინგები რომი აჰა ხო ეგეც რომ მაგანაც მაგარი მომხივლა მაგ სერიალმა აი ძალიან ეხა უბრალოდ რატო არ ყიდულობთ ეგეთ რა ხო რა ვიცი ეხა ძირითადად თურქული ინდური სერიალები კიდე ეგ მოუჭველი უნდა მოყვე აბარა გაძრე მოკლედ იმეჩი ვახმოვანებთ რაღაცა ინდურ სერიალს რა და ეს სახეები ხო არ იცვლება ამ ინდურ სერიალში ყველა მსახიობი ერთია რა აზრი არ აქვს იმ სერიალში ყველგან ერთია ბოდიში ხა მაყურებელთან და თქვენთანაც ბოდიში აი ეს ეზის რა ოღონდ ფეხშველა მე ბოტას მეცვია უკაც ოღონდ ფეხშველას ფეხება თითებ აკაპიცები ხო რა ეს ზერათითი რაღაც ესი აქვს რა და ბიჭო ვინ გოგო ვინმეში და აღარ მახსოვს რა ეხა რა და ბიჭო უყურებ რომ კამერა მოდის აჰა ნუ მოდის ეს კამერა ეხა მეთქი მოვა რა ტიპთან სახის და საიდან გამოიარა ლაშიკო ფეხის თითი და არა აი დედასგეფიცები თუ სიტყვას რატო დედასგეფიცები თუ არ ვიცი თან ეს ფეხის გული ხო კონდა ის საშინლად ჭუჭყია ხო გასახეხი აი არ ვიცი მაგას ახეხო არ უშვები არაფერი არ უშვები აი აქედა რომ შემოვიდა კამერა აი ეს ფეხი რომ გადმოვიდა სახეზე რო და
ჩემი ხასიათი ეხა ორივე მხოიცით, ეხა შეიძლება იასანა. წერის დროს არ იცის ეხა, მაგრამ ჩემი მე კარგად ვიცი. ეგრევე აყვირდი. ეს მაშინ ფურცლები იყო, ეხა პლანშეტები. ეხა ნავარო რო ჩი. ავყარე ეს ფურცლები. ამ მონიტორს ხელი რომ მოვკიდე. ლაშას ლიჟბი მიზეზი მიეცი რომ ფურცლები აყაროს და პლანშეტი მოიქნიო და არ უნდა ეს რა არის გაცა არ ვარ გამორბის. აბა მოდი ეხა მეგობრულად რა, კოლეგიალურად მეგობრულად ძმურად, თურად როგორც არის. ჩავახედოთ კიდე მაყურებელი მაგ პრობლემებში რა. აი რა დაგიწერენ. ხო, ტექსტები რო არ ცუდი მოდის ხოლმე მაგ დროს. იწყება ფილმი, პირველი გვერდია. რა. პირველი გვერდს 1002 ტიტრები წავიკითხე რაღაცა და ადამიანი ზის კაფეში, საფრანგეთის რომელი პარიზში ლიაცადღაცის. და ოღონდ საფრანგეთია მახსოვს. აჰა. და უცებ ტექსტი. თუ შეიძლება ორი ყავა ქლიავებით. ქლიავები. აუ, ხო, არა, ბაზარი არა. მესმის, იმიტომ რომ ჩვენ სულ მაგის ტანჯვა გქონდა, აჭარნეთშიც მაგის ტანჯვა გქონდა, რომ ხალხო, ანუ თარგმანი მოვიდეს ნორმალური, იმიტომ რომ მე ახლოს მაინც მოვიდეს. ახე, მე სულ მაგას ვატრაკებ ხოლმე რა, რომ ანუ ჩაწერე, არ არის პრობლემა. რას ნიშნავს ჩაწერე? მაყურებელი რო ზის და რო უყურებს, იქ მაყურებელი იმას კი არ არჩევს, რომ ვინ გადათარგმნა, ვინ გააკეთა ადაპტირება. ვინ იყო ხმის რეჟისორი, ვინ იყო რეჟისორი, ჩემი ხმა ისმის იქ და მე რო ჩავწერ ყავას ქლიავებით, მეტყვის რომ ეს ტიპი ქლიავია მართლა, რა ყავა ქლიავებით ანუ. მე მახსოვს რა გახმოვანების დროს ისეთი ტექსტები მოდიოდა. სხვა შორის ბრავოშიც ძალიან ხშირად. სხვა შორის აჭარანეთში. სხვა შორის ხო. კი. ანუ ჩვეულებრივად არ გვილაპარაკია პოდკასტში, მაგრამ თავისით წამოვა. ჩვეულებრივად ვაშა ვიჯექი და ვარედაქტირებდი პროცესში. უბრალოდ ნახე, მე უბრალოდ ეგ მეხმარება, რომ ძალიან როგორ ვთქვა, რადგან ისედაც ვარედაქტირებდა, ვწერდა, ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ წერა-კითხვასთან, მარტივად ვშვები და შეიძლება ის ხმის რეჟისორი ვერც ხვდება, რომ უცბად ჩავარედაქტირებ, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამაზე დრო მიისდის. ხვდებათი არედაქტირებ ხოლმე. ვერ ხვდება რომ მე ვარედაქტირებ. ხო და ნახე ერთ წამს, ნახე ვიღაც ადამიანს, რომელსაც უტყდება, რომ ეგ ილაპარაკოს, უწევს, რომ გაჩერდეს, გადახედოს, ანუ ამას ეს ნიშნავს, რომ ერთი 5 წუთი შეშლილ სიტყვაზე მინიმუმ დაკარგოს, მე ამ ხმის რეჟისორმა დააჭიროს, მე ამოაჭიროს. ნუ აი არ ვიცი და ფილმი რომ ჩაიწეროს 2 საათში. მითხოვე დაფა. ხო, რეჟისი დაფა. დაფა რომ აი აქ რაც ეწერება. აჰა. ეს რაღაც ამოვწერთა. არ მინდა ტელეფონში აგზავნე იმას დაფა რომ ეს სიტყვა ეს არის დავწეროთ. აჰა. ყავა ქლიავებით. ყავა ქლიავებით. აი რა ქლიავებით. აგლეავებით. იმას ეხა რუსულიდან ქონდა და იგი გადმოთარგმნილი და უთხრა რომ კოფესას ლივკა მიავდათ რა და ეხა ინგლისურად როგორაა ეხა თქვენ უფრო გეცოდინებათ მე ეხა მაგდენი არ ვიცი რა და იმას რა გადმოკიპე დამიწერიან ძიანი გადმოკოპირებული რაღაც ყავა ქლიავებით რა უბე კი რაღაცაზე ხმალობაზრობდა მაიკო ხმალო აღარ მახსოვს ეხა პროსტა რუსულად იყო რაღაც გამოთქმა არის ნაძვებზე თუ ხეებზე ალბათ არ მახსოვს და პირდაპირ ქონდა დაწერილი ხმალოსაც ხო ხმალოსაც მოკითხა და აუცილებლად იქნება ჩვენი პოდკასტების სტუმარი ვესაუბრე უკვე მაიკოს მაგ თემაზე და დიდი ჭიდაობით იმიტომ რომ აი ზანდაც ეგრე მაიკო არის პირველი საერთოდ მაიკოს ყველაზე მართლა ყველაზე პირველია ხო აი რო დავთვალო დუტა სხეტლაძე მაიკო ზაზაიაქაშვილი და ხმალოს ტექნიკა აქვს აი არ ვიცი რა ანუ ისე სუფთად იმის მიუხედავად რომ ანუ ნახე ხანდახან ხა მოდი ჩვენ ცოდვა გამხელილი ჯობს რა ხანდახან რაღაცა რომ გვეზარება მე ვახალტურებთ რაღაცებს მაგრამ ხმალოს ვერ იმის მიუხედავად რომ მართლა 30 წელია ამ სფეროშია ვერ გაახალტურებინე მე რამდენი წლისაცვარ და იმდენი ხანი ახმოვანებს ვერ გაახალტურებინე აი ძალიან სუფთად ძალიან სწორად ძალიან აი ჯერ მეტყველება და ხმა ხო აქვს საოცარი და აი ძალიან მოწესრიგებული არ ვიცი საოცარი ძალიან კაი ადამიანია რა მინდა იცი რომ ციკოსასაც შენსასაც ჩემსასაც კიდე უამრავი ჩვენი კოლეგა მეგობარი თუ ვინც იქნება რა აი წეღარ რო თქვი ის ხმის რეჟისორი ვერ ხვდება იქ ჩვენ რას ვაკეთებთ ხო ეგეც არავის იმას ცუდად ავიძახი არა რას ისულელია უბრალოდ მართლა ვერ ხვდებიან იმიტომ რომ ხო იქ რა შრომა რო ის შენც ხომ მოხსლია შენც მოხსლია რომ აი
რა თქვი ბიჭო რა ვიცი ესე წერა და გადავაკეთე ხო აქეთ რო გეჩხუბება უცბათღვის რეჟისორი რა ვიცი ეხლა შევასწორებ მაგრამ ეს მე მურჯიკნელს ამომდის აი და მე ცინცაძის არ იყოს 10 კი არა მე 100 კაცი ხდები ალაშ სუ მაგ ერთი კითხვა რა აი ხა რო გაქ ეს როხროხა ჩახეხილი ხმა ბავშვობაშიც ეგრე გქონდა ხვისა რა ბავშვობიდან ესეთი როხროხა ბავშვი ვიყავ გარდატეხის პერიოდიდან დამეწყო ეს ხმა თორე როგორი პატარა ვიყავ იცი ჯერ სიმაღლით ვიყავი ამ ხელს ხო ხო ფიზკულტურის გაკვეთილზე ბოლოვით ან ბოლოდან მესამე ან მეორე და მაგარი ისე ჩვეულებრივი ბავშვი მე უკვე და ხუხუხა ხმა გაქ ჩახუხული არა ეს გიჟდები ეს მე ლოთობამაც ლოთობამ და სიგარეტმა მოკლედ რა აი მე ეპიზოდი ვერ გავიდა ჩვენ voice-over-ებზე რომ სადღაც აი ალკოჰოლი არ ჩატენოთ ან შენ და ან ჩვენ ვარ ეს რაღაცა მე მიყვარს ალკოჰოლი და რა უქნა სიმართლეა და რა მოვიტყუო ანუ კარგია ეს ზომიერი სიყვარულია კარგი ზომიერი სიყვარული ზომიერად გვიყვარს კულტურული წეული და რომ აფხიზ რა მოვიდა ჩემი თქვა მოიღე კი ზომიერი სიყვარულია მნიშვნელოვანი გამოიწერეთ voice-over-ების არხი უნდა გითხრა შენი ამ ლამაზი ხმით ჩვენი არქივის ესე იცი როგორ უნდა ვთქვა რომ ეს ჩვენ ხო ოქროს არქივს ვაკეთებთ ეხლა შენ ჩვენი მაყურებელი ხარ და კარგად იცი ეგ და აი ბოლოს ველოდები განსაკუთრებით ხო ერთ-ერთი აი ძალიან რო აუცილებელი ხმა უნდა იყოს აი ამ არქივში ხარ შენ იმიტომ რომ კლასიკაა იმენა შენი ხმა რა მართლა გულწრფელი ვიცი აი ეხა ისეთი რაღაცები მითხარი ამეთქოს იცით არა ალები მაგ მე ხე ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მართლა გულწრფელი ამბავია ეგ რა იმიტომ რომ მაყურებელსაც აი უეჭველი ნახავ მე კომენტარები წაიკითხე და აი მაყურებლების რეაქციიდან გამომდინარე ნახავ მაგარი იყო ერთს მოუყვები სანამ გამოიწერე voice-over-ების არხს ვიტყვი მაღაზიაში შევდივარ სიგარეტი რაღაცებს ვიდულობ და ადრე ეხა არისო რა ესეთ სუპერმარკეტები რო გვაქვს და აკაცები აი ეგენი გვახსოვს ხო ეგეთი პატარებიც არა ვართ ხო ეხა ჩუმად მიდი და ის ბარათი თუ ქეშა თუ რა არისო ეგრე რა იმენა ფული უნდა მიგეცა ხურდას ესე გიყრიდა და ტელევიზორი აქვს რაღაცა შავ-თეთრი ესე ციცი ჩართული და ბიჭო რო აუხედე გადის ეს რაღაცა თურქული სერიალი ჩვენი გახმოვანებით და ისე დაემთხვა იმ მომენტში რომ იქაც მე ვბაზრობ და ამას რამდენი ხალბატონო ვეუბნები და ეს ქალი ხოსი დაერორდა რა ხდება როი დაემთხვა ზის ეს ქალი და ახედავს შევამხედო ხო მეთქი ისა მეჩქარება ეგავა აშე აი თითქოს თავი დავიფასე გამოვიდა გაიგე მე ვარ რატო არა ასწორებს რამე ხვდებიან ხოლმე ჩვენ მაყურებლები ხვდებიან და ზანდამ დამირეკა იმ დღეს სადღაც იყო არ მახსოვს ბაკურიანში იყო და ერთ-ერთი გოგო შეხვდა მე ვიდეოზარით მირეკავს გოგო შეხვდა და ორი დღე იქ ვიყავითო და მითხრა საიდანღაც მეცნობი და ბოლოს უთხრა ალბათ თუ რავი გახმოვანებდი აი მე voice-over-ებიდან კი ხარ თუ რაღაცა და ზანდამ მირეკავს 25 წელია ვახმოვანებ და შენმა voice-over-ებიდან მიცნობენ მეთქი ხედავ რა საქმეს გიქეთ ჩვენთვისაც იცი რა არის თქვენ რაც გააკეთეთ ეხა თავიდან რაც ვილაპარაკეთ თქვენ რაც გააკეთეთ თქვენ გააკეთეთ ძალიან და აკეთებთ კიდევაც და გააგრძელებთ დარწმუნებით ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ იმიტომ რომ რა არის იცი ადამიანები ეხა ვინც დაუშვათ პროფესიით დიპლომიანი მსახიობები არ არიან ხო ну ვიღაცა მე შეიძლება ნახა ვიღაცა ის ნახა ვიღაცა აი ზვიადა დოლიძე მაგალითად აიღე აი მიყვარს გიჟივით სასაული კაცია და მეგობარია ვერნაცვალე ვიღაცამ თავიდან გაიცნო ზვიადი ხმით ზუსტად მიხდა ვინ არის მიჭიერეს იმ მსახიობი ძალიან ითამაშებ ო ძალიან სამწუთში რო გადიხარ იცოლი შემოდიხარ და აქ მეორე უნდა ითამაშო და ამ ურწალია რა მაგაზე ვისაუბრეთ კიდეც ხო ნახე ჩვენთან რო იყო და ასე რო გამოიწერეთ voice-over-ების არხი ო ეგ არის იმენა ვაშ და უნდა ვილაპარაკოთ შენს არაგახმოვანების როლებზეც ფილმებში კი ბატონო რომელიც თავად თქვი რომ იმდენად ისე ხარო დიდად არ გახსოვს მაგრამ რეალურად არა ერთ-ერთი ან ერთადერთი მსახიობი ვარ ციკო ალბათ რომელსაც არ ახსოვს სად ითამაშა ხო მაგრამ ნუ ჩუცუდუშიც ვიყავი ცოლის დაქალებში მთელი საქართველო იყო მადლობა ამაზე მთელი საქართველო არ იყო მადლიან გადამღები ჯგუფს ნუ ასე თუ ისე არა კარგი მსახიობი ვინც იყო მხოლოდ ისინი იყვნენ რაღაცები იყო მაგრამ რა არის იცი რომ მართლა
არ მახსოვს. ხო, მაგრამ რეალურად მე როგორც ვიტყოდი ვიცი, რომ კაი შეიძლება ეგეც არიცი IMDb-ზე ისერჩები რომ ჩაწერ ლაშა მურჯიკნელი IMDb-ზე შენი ფილმებიც ფილმების არის, სიას ფილმოგრაფია. აგდებს და შეგიძლია გადახედო და შეიხსენო. რო გავახტუდი და რა შეეხსენო. IMDb-ზე ყველა მსახიობს არ აქვს კოლექცია. თეატრში აღარ ხარ ძალიან დიდი ხანია. თეატრში როგორ არის იცი რომ 1998 წელს დავამთავრე. მე ნუ მანამდე იქ მესამე მეოთხე კურსზე ვიყავი რომ სარდაფში ვითამაშე და ცოტა ხანი ვიყავი, მაგრამ მე რატომღაც ეს მსახიობი კაც ჯარში წამიყვანეს რა მინდოდა. ნუ მომწყვიტეს რა, ეხა ნუ რაღაცა დაგაკარგინეს წლები რა. დამაკარგინეს წელი, ესე, მაგრამ წელი ბევრია რა. მაგრამ თან ამ სფეროში მithumetes. ხო, ნუ იქ მე ჩვენი რეჟისორები, თეატრალური რეჟისორები, ისე რეჟისორები, ისე ვიღაცები დამეხმანენ, მადლობა ყველას მაგათ. და მე მოვხდი მარჯანიშვილის თეატრში. აჰა. მარჯანიშვილის თეატრში რომ მოვხდი, აი თავი მეგონა. მე თქვი, ოთარ მეღვინე თუ ხუცესი. ნუ ეხა იქ მეღვინე თუ ხუცესი თუ გურანდა გაბუნია თუ არ ვიცი ხა ჩემთვის არა. ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა რა, რომ აი ვინ არის რა არის, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე მაშინ მაინტერესებდა ჩემი თავი. აჰა. იმიტომ რომ დავდიოდი ქუჩაში, რახანს მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, მეგონა რომ ყველა მცნობდა. აჰა, ეგ იყო. საერთოდ ყველა მცნობდა რა. იმიტომ რომ ეხა მარჯანიშვილის თეატრს აქვს, დღემდე აქვს ეგ, რომ ძალიან სერიოზული ისტორიის მქონე. იდეა ფიქსი მქონდა, ლაშიკო მაპატიე რო გაწყვეტი, იდეა ფიქსი მქონდა, რომ არ რუსთაველი არ მარჯანიშვილის, არა დაამძო სამნიშნულობა. ეგეც არის. არანაირი მნიშვნელობა. ნუ ეგ ასაკი იქ ქონდა სავარაუდოდ, რომ მაშინ რაღაცა გეგონა რომ ქონდა მნიშვნელობა. ხო, ის მეგონა რა. ძალიან cool იყო და ხან მაშინ ბნელ 90-იანებში ეთებდი არიცი ვარჯიშობდი რა ფაქტიურად. რატო შეიშვიან მას? იმიტომ რომ მან ხოლმე ეხა ბევრი მსახიობი ყოლია და სამალი ლაშიკო არაფერი არ არის რა, ეხა ამაში რატო შევეშვი, ისთვის შევეშვი, მაგრამ ზოგიერთი ადამიანები ეხა სამწუხაროდ ცოცხლები არ არიან. ხო. ზოგი ცოცხალია, მაგრამ უკვე ასაკშია და არ მინდა ეხა რაღაცეები იმას ხნა და ისევე ქართული დვიჟენია მაგ სამსახიობო სფეროში, რაც იცი როგორი რაღაცაა, ახასიათებს. რომ არა მარტო ქართველებს, თლიან დედამიწას უყავს ნეპოტიზმი. რა თქმა უნდა. შენ როცა ვიცი რომ კარგი ხარ. აჰა. და ეხა დაუშვათ სხვა ვიღაც მეორე ლევანი პირობითად ჩემი ნათესავია. აჰა. მაგიტო არ უნდა მოვიყვანო რომ ის ჩემი ნათესავი ან ძმაკაცი არა. როცა ვიცი რომ შენ კარგი ხარ, რატო? რატო დაკარგო? ხო, ეგ ტეხავს, მაგ სამართლობას რო აწყდები, აი ეგეთი რაღაცები იყო რა. ოღონდ იცი რა, შევაჯამოთ, ხო ეს გამოვა დიდი ბურთი რა, რომელიც ჩემთა საბედნიეროდ ჩემთან არ გასკდა. აჰა. არ გავხედქე რა, იმიტომ რომ იყოს რა. იმიტომ რომ ეგეთი ხარ შენ ვერ ჩუმად მაგ სიტუაციაში ვერ იქნება. არა, სხვათა შორის იცი რა, პირდაპირი ვარ. ეგრევე რაც არ მომწონს, პირდაპირი ვარ, მაგრამ რა არის იცი რომ როდესაც რავი, ჩემი ერთი სიტყვით შეიძლება ყველას შეეხოს რაღაცა. მაგ დროს ვიცი რომ ჩუმად უნდა მირჩევნია, ჩუმად ვიყო და გავიდე რა, ვიდრე ეხა იქ შენ რაღაც დაგაზიანო, შენ დაგაზარავო, არ ღირს რა მაგის. მირჩევნია გავიდე და წავიდე სიტყვაზე პირობითად ლუდი ჩამოვასო. ხო, არა მარტო ჩვენთან, რაღაცნაირი ზოგადად ეგეთი პროფესია თითქოს ეს რა, თეატრი, მსახიობობა, რაღაც ეგეთი პროფესია, რომ ძალიან ბევრისგან ხომ სმენი, ეხა ბევრი მეგობარი მყავს მსახიობი, შენი ჩათვლით თუნდაც ჩვენ ვილაპარაკია მანამდე ამ პრობლემებზე, შენ განაცვლე ხა მე მართალი არ ვარ მსახიობი. შენ უკვე მსახიობი ხარ, ნახე? ხო, გახმოვანები. შენ და ციკო არა აქვს მაგას მნიშვნელობა, შენ გახმოვანების მსახიობი ხარ თუ კამერის მსახიობი ხარ თუ შენ რაღაც აქ შეძელი აი ამასთან ურთიერთობა. აჰა, ესე იგი ამასთან ურთიერთობა შეძელი. ამასთან ურთიერთობა შეძელი. შენთვის სამყარო უკვე სხვა არის, როგორც მსახიობი რა. აი მაგაზე ხა არაბები მიღებდნენ თავარ როლში. გამახსენდა სხვათა შორის, აი ტვინი რო დავხადე. თურმე იქ როგორ არის, იცი, სერჩი რო წერ, ეს არაბულად წერია რა. ჯორჯიან ლაიან ესე ქვია რა. ქართული ლომი ესე ქვია რა. შაპიტო ფლობელი ვარ. და გარუჩ კაი სამი თვე მქონდა გადაღება რა და კაი გადაღებები იყო სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ ესენი იყვნენ ეგეთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლები უბრალოდ საქართველოში იყო გადაღება ერთ-ერთი მსახიობი საგრინიოროში აქეთ ზივარ მე აქეთ ეს ზის რა ნუ გრიმავენ რაღაცა ხოთ მე მაშინ ვიყავი აი შაპიტოს ტიპი ხო ხდები აი ბინძური ხარ რა აი ბინძური ხარ რა
ბევრი გრიმი მჭირდებოდა რა და იქიდან ერთ-ერთმა ეხა სახელდაგვარს არ დავასახლებ, კაი მსახიობია, ვინაცვალე, მართლა კაი ადამიანი, კაი ისა, მაგრამ კლაშა მურჩიგნელი ხომ თავარულში. ოღონდ ეს შირმით იყო რა, გაჭრილი რა, ეს ვაგონში. ეს მოდა იქიდან ხმა. და ეხა გავიგე და კაი გოგო არის ეხა ეს გრიმი ორის და ეს მომიჭირა ხელი. არ გინდა, ეხობა. არ არის პრობლემა. ხო, ეხავს რა, ანუ მეც ბევრ გამსმენია თქო მაგას. ხო, ზოგადად ამ სფეროში მარტო ჩვენ ქვეყანაში არა ყველგან ხდება ეგ, მაგრამ ჩვენთან ძალიან პროვინციალურად და ძალიან აი, პირობითად რო ავიღოთ ეხა, ლაშა ბახტაძია ხმოვანებს, ხო, დაკარგულებს. მე რატო არ დამიცა? მეტა ეხა აი დედას გეფიცები, აი ეხა ერთი ფრაზა მქონდეს ყველა ფილმში საკუთარ ცოტა ავიღო. და ამდენი 7 დღე არ წერდა ერთი და იგივე ფილმს. ხო. აი თვალისწინეთ რა, დუბლაჟის რეჟისორებმა რომ დამიძახეთ ერთ გვერდზე და გადამიხადეთ 100. 100. უფრო მეტი. რა თქმა უნდა, აბა, თან ახე დამსახურებითაც ხო უკვე ეხა სხვა ამდენი კაცი ვიშრომა კაცმა. თავისი დადო და დამსახურებითაც უნდა უკვე იმ საფი ფაზაში შედის რომ უკვე დამსახურებული ამან უკვე უნდა გაზარდოს და ციკომ და ახალი თაობა. შენზე ვამბობ, შენზე მე. მე უკვე თქვენზე გადმოვიდი. რომ მე ეგ უფრო გამიხარდება. როგორ ჩვენ დამოკიდებულება და ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. კიდე ახალი თაობა რომ მოვიდეს, მე უფრო გამიხარდება რომ აი რაღაცა შეიძლება იმ მომენტში ნერვი მოგეშალოს, რომ ვერ გააგებინებ, შეიძლება რაღაცა, მაგრამ საერთო ჯამში რომ ზრდი ვიღაცას. თუ ახალი თაობა არ მოდის, ავტომატურად სფეროც კვდება და ეს უნდა გაიაზრონ ადამიანებმა, ვინც იბოღმებიან ახალ თაობებს. აი მათ ბევრჯერ გამიგია შენგან, რომ აი ქარსოს გაზრდილი ვარ, ქარსონ ბევრი რაღაცა, ნუ გაზრდილი რა ეხა. ანუ ხო, მე ყველასგან რაღაცები ვისწავლე. საქმის იმაში რომ შეიძლება რაღაცა კაფიქ ჩაგიგდო რაღაცა რომ ესესი არა, ეს მეც ბევრი ვიღაცა. მე მთავარი ვისი გაზრდილიც ვარ, ეგ არის ნინა შადური. ანუ ნინა შადური არის ტელე. გაზრდილი არ ხარ შედამპალო. არა, გახმოვანებას გულისხმობ. გახმოვანებას მე და შენ ერთად გავიზარდეთ, არც შენ არ იცოდი არაფერი და არც მე ერთად ვისწავლე. ნინა შადურა სანამ არ ამოგწურავს. ნინა სანამ არ გაგწურავს. რას ჩემზე ნაგინები გაქვს შეგერგოს. მურჩიგნელი როგორ ხოლმე აი ვაგიჟებ ხოლმე არა. ეხა იმდენად არა, მაგრამ ადრე ვაგიჟებ. ადრე უფრო კიდე. შენც ხოდი გქონდა უფრო მეტად კიდე ეხა. ეხა ცოტა ნერვები აღარ გაქალვა. ბაზარი არ არის, მაგრამ როგორი რაღაცაა იცი რომ ადრე ვიცოდი აი წინადადებას რომ დავიწყებდი. ჰა. გადამქონდა ბიჭო რაღაც სიმღერით ვამთავრე. მაგაზე გი, სულ მაგაზე და ნუ და მიდიოდა. სულ მაგაზე მიტრაკებდა მე შადური. მინდა ვისარგებლო აი თქვენი იმით და ამერიკაში ჩემი კიდე ერთ-ერთი საქმის გამზრდელი ნაირა კიკილაშვილი მოვიკითხო, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რა. ბევრში, არა მარტო ჩემში, ბევრში. ბევრ ადამიანი, ბევრ ეხლა ვინც არიან კიდე ჩვენთან ზოგიერთები, აი მოესწროენ და აი ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. ხო, ძალიან ასწორებს. ესეთი პროფესიონალი ადამიანები ამ სფეროში მით უმეტეს, რომელიც ცოტა ხანი რაღაცნაირი პაუზა იყო განვითარების კუთხით, მაგრამ ეხლა ასე თუ ისე, ჩემი აზრით, მე მომწონს ეხლა რა ვქნა, ანუ ძალიან მომწონს შენი გახმოვანებული როლები, დუბლირებაში განსაკუთრებით, ძალიან მომწონს რაღაცა სანდრიკა, ხმალოვ თქვით იქ, ქარსელაძე, ზანდა, გვანცა. არის რა. უამრავ ძალიან ბევრი კარი. და სხვადასხვა საქმე უნდა ვახსენო. მგონია რომ კიდევ უფრო მეტად ისე გაიზრდებიან ამ ყველაფრის ყურების ფონზე და შესაძლებლობებით. მოკითხვა ძალიან კარგ ადამიანებს, რომლებიც მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. ეს არის რევოისის ჯგუფი, რომლებიც აკეთებენ სამოყვარულო დუბლირებებს, თავიანთი სტუდია აქვს, კაი ბიჭები არიან, პატარა ბიჭები არიან. ღმერთმა ხელი მოუვარდა. ძალიან კაი ხალხი არიან და ხო, კი, ყოველთვის ჩვენგანაც კი იციან და რომ რაც იქნება მაქსიმალური ჩართულობა, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით ხოლმე და დაგვავიწყდა. მაგ გუნდს თუ რამე დაჭირდება, აგერ ლაშიკოს და ციკოს ნებართვით ვიტყვი, რომ შეგიძლიათ კოსტავას 68A ნომერში სანამ ვართ მობძანდეთ. მე სადაც გადავალთ, იქ გეტყვით, სად გადავედით, იქაც თუ რამე დახმარება რაღაცა. კი, არა, თავიანთი სტუდია აქვს, ახმოვანებენ ანიმეს უკეთებენ დუბლირებას, არა მარტო ანიმეებს, სხვა ფილმებს და ძალიან კარგი ადამიანები. თუნდაც არაერთხელ ახლა ჩვენ გვიხსენებია კიდეც ის ადამიანები, ჩვენი მეგობრები დანიელი მაგალითად თავისი პოდკასტი აქვს. თვითონაც ახმოვანებს, გახმოვანების სახიობია, სამოყვარულო, ეხლა უკვე ნელ-ნელა იხვეწება და ძალიან თავისი პოდკასტი აქვს ასევე, პოდკასტი აქვს YouTube-ზე. კი, გიორგი მათ შორის და ნუ მოკლედ ძალიან კარგი ხალხი მოდის რა. გვინდა ძალიან რა მოვიწვიოთ. აუცილებლად უნდა წამოვიდეს ახალი თაობა და აი ახლა რაც შენ თქვი, მაგარი გამიხარდა.
ხო, იმიტომ რომ აბა რა. თავის ინიციატივით აბა ნუ არ გამოდის რომ ყველას დაუძახოთ, ყველას იმას ვქნათ რა. თუ არ მოვიდნენ რა არ არის პრობლემა, მაგრამ ვერ თავის ინიციატივით ჩვენც ეგრე დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ეგრე ბა. რაღაცა ისეთ საყვარელი. ძალიან კაია შენ თალაპარაკე, ჩვენ რო ასე ჩავსხდეთ, მგონი აუ თქვენთანაც ძალიან კაია და მეკარგება რა. ლაშიკოს ასე თუ ისე ხედავ ხოლმე უფრო ხშირად და რა, უფრო ხშირად დღე გამოშვებით ან ყოველდღე. შენ მომენატრე ძალიან. ხოდა მოდი ხოლმე მე თუ ვერ ხედავ ხოლმე მურჯიკნას. ხო. ჩვენ ვართ ალტერბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც პრინციპში ვართ საპოდკასტო სივრცეში, დღეს ერთად კაფეტერიაში ვართ ხოლმე, არის ძალიან კარგი უნივერსიტეტი და თან ძალიან კარგი სივრცეა, ასე ვთქვათ, არტისტვის. ამ შემთხვევაში არა მარტო არტისტვის. ვაკის ტერიტორიაზე ბაგებისკენ თუ ვინმე მოხვდებით, ალტერბრიჯში შემობრძანდით და აი რა ძალიან გემრიელობები შეგიძლიათ დააგემოვნოთ. კაფეტერიაში. კაფეტერიაში აი ძალიან გემრიელობები. ილაღამელი წამოც და გავუშვი. ამოხდა შეიძლება. ხო დალაშ, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავი. მურჯი შენი ხმა ხო ისმის ყველგან, ანუ მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრ რადიოში, ტელევიზორში, რეკლამაში ეხლა უცებ გამახსენდა ნეტრალექსი, რაღაცა. ეგ არ გამახსენო, ეგ არის ჩემი ჩაწერილი 10 წლის წინ მე. ნეტრალექსი. ნეტრალექსი და ის გამოყენებისას გაიცემა. რეკლამას არ გავუკეთებ მაგას. ხო. იცით მე ახლიდან, გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას რომ ვღადო. მე რომ ვიჩქარებ. რა გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას? გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს და ოღონდ ამას აჩქარებ. აჩქარებ კიდე უფრო. აჩქარებ. რადიოში მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ხმა ხარ? რადიო ტელევიზიის და ეხა უკვე სამაუწყებლო ტელევიზია, რადიო ტელევიზია გახდა, ეს არის რეკლამა არ გამომივიდეს, მაგრამ არა, ახსენე. პოდკასტია და შეგვიძლია, ეს არის Georgian Times-ის ტელევიზია და FM 92 და 3-ზე შეგიძლიათ მოусმინოთ ჩემ ნარ. მოკლედ ლაშას ნარნარი ეხა როგორ და ნარნარი. ნარ. ლაშას ხავერდოვა. ცოტა გამონარნარეთ. ვერაფრით ვერ განარნარდები ეხა შენი ხმით. ტიპაჟით და მით უმეტეს ხმით. მოკლედ შეგიძლიათ ბევრგან მოისმინოთ, მათ შორის კინოთეატრებში, დუბლირებებში, საოცარ ეხაც თან თავარ როლს წერს ერთ-ერთი ფილმისთვის. არ გვაქვს უფლება რომ ვახსენოთ, მაგის ვერ ვახსენებთ. მაგრამ ბევრი მთავარი როლი აქვს ძალიან საინტერესო ფილმებში ჩაწერილი და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გეცნოთ მისი ხმა და ვიზუალი ასე. ლაშა ძალიან დიდი მადლობა. ვიყვარ ხარ ლაშ და ბევრჯერ უნდა მოხვიდე. მეც. ჩემი თავი გენაცვალოთ. თუ მე რამე შემეძლება ყოველთვის თქვენს გვერდით. ხო, რაღაც ჩვენ სხვა რუბრიკებსაც გეგმავთ მოკლედ, არა მარტო პოდკასტებს, ძალიან ბევრჯერ მოგვიწია ამ ყველაფრის დაანონსება უბრალოდ, მაგრამ ვაბამთ თავს, არა უშავს, არა. ჩვენი სიურპრიზი გვაქვს, ჩვენი ახალი რუბრიკები. ჩვენ დაგვაგვიწყეთ. რა დავგეგმავთ უკვე მე? როგორი რაღაცა იცი, აი კაია რა. ხო, არა, მათ შორის ნახე ჩვენ ვისი ხსენება დაგვაუწყდა ჩვენი მაყურებლებისთვის. ჩვენი პარტნიორი Movieverse, Facebook გვერდი, რომელზეც იდება ფილმების და სერიალების შორის, კი არა და რა შორის, ფილმებზე და სერიალებზე. საინტერესო ინფორმაციები. მათ შორის ჩვენი Facebook გვერდი მეგობარი Movieverse, რომელზეც იდება ფილმებსა და სერიალებზე 1000 დუბლი უნდა ჩავწერო, დატოვეთ ყველა დუბლი. Movieverse Facebook გვერდი კლაპი. არა, მოგვიტანე კლაპი, ხო, ერეკლე შემოგვაწოდე კლაპი, ჩაგვირტყა. გაჭედა, ლაშამ გაჭედა. ლაშა ბახტაძემ გაჭედა. მეორე მხრიდან, მოატრიალე მეორე მხრიდან კენი. ესე? არა, მეორე მხრიდან, თეთრი მხრიდან იყოს, ეგრე. აი ესე იყოს. დავაი. არა, ლაშამ ჩაარტყა. ათხოვე? მიეცი ლაშას. ათხოვე? აი ეს. აი აქედან აი ესე. მოიცადე? ერთი წუთი. მიდი, ჩაარტყი კიდე კლაპი. ერთი წუთით. სიჩუმე! Movieverse ჩვენი Facebook მეგობარი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ფილმებსა და სერიალებზე და კინოებზე სიახლეები. კინოებზე ხო არა? კარგი. ვისა უკაცრავად დუბლი არა, ასე მოგეძებნე. არა, Movieverse მოკლედ ჩვენი მეგობარი სპონსორი. ჩვენი მეგობარია და მათ შორის ამ Facebook გვერდზე დაანონსდა ესეთი რაღაცა. მე და ციკო ახმოვანებდით საკულტო სერიალ Supernatural ზებუნებრივს, რომელსაც ყავს უამრავი მაყურებელი და უამრავი ფანი და ამ Facebook გვერდმა გამოთქვა
ესეთი ინიციატივა მოკლედ რომ ბოლო სეზონი ჩვენ აჭანეთზე უკვე აღარ ვიყავით გაახმოვანეს ხედა ხნახ რთულია მაყურებლებს 14 სეზონი ერთი და იგივე ხმა ისმინო და მე ბოლო სეზონი არის ხო ისი გახმოვანებული და ესეთი ინიციატივა და სურვილი გამოთქვეს რომ გაახმოვანო ლაშან და ციკომ და ჩვენგან წამოვიდა ესეთი ინიციატივა და სურვილი რომ თუ ჩვენი Facebook კი არა და YouTube არხი voice-overები ალბათ 15000 გამომწერზე მე 15 სეზონს მე და ციკო გავახმოვანებ თავიდან ბოლომდე ასე რომ ეს იცოდეთ და გამოიწერეთ და გადააზიარეთ. როდესაც ადამიანები იწყებენ ერთი სერიალის გახმოვანებას, იქ რეჟისორებო ძალიან გთხოვთ, შეცვლა არ შეიძლება. ჯობია გამოშვების ვადა გადადო, ვიდრე დაუშვათ, აი, ვინმე. ხოდა თითქოს მსახიობი იცვლება რა, ეგეთი შეტაბილება. ვიტყვი რა, მე და ლაშას ძალიან ბევრი ეგეთი სერიალი მქონდა, უბრალოდ აი ამ კონკრეტულ სერიალს აქვს ძალიან მყავს დიდი ფან-კლუბი და მაგალითად ჩემთვის ტრაგედია იყო, ანუ ვტიროდი, რომ გამოდიოდა მხეულის წიგნის ახალი სეზონები და მე და ლაშა არ ვახმოვანებდეთ, იმიტომ რომ ანუ ჩვეულებრივად ცხოვრება ჩავდეთ მაგ სერიალში მე პირადად და ლაშა მის მართლა მესმის და ანუ ძალიან რთულია მაყურებლისთვისაც ჩემთვისაც შოკია რაღაცას რომ სულ ერთი და იგივე ხმით უყურებ და აღარ არის უცებ სხვა ხმა რო გესმის აი იმათმა იდარდონ რაღაც თვალსაზრისით ვინც სხვაით გააგრძელა იდარდონ აზია ლაპარაკი მაგრამ კაი იქნება ესეც ვახსენეთ ლაშ იმასაც ვახსენებ რომ რაღაც სხვადასხვა რუბრიკებში აუცილებლად იქნება ჩვენი სტუმარი კიდე ერთხელ და არა ერთხელ და სხვანაირი ინტერპრეტაციებით და რაღაცებით არა მხოლოდ პოდკასტის კუთხით ესეც დავანოსეთ და რა ვიცი მეგობრობთ რა ლაშ და გამოიწერეთ voice-overების არხი ერთიც კიდე მე ვიყავ გამოიწერეთ voice-overების არხი აი იმენა არ ვიცი მებზე ხმები მებზე ხმაო ლაშ მადლობა ძალიან დიდი შენ მადლობა თქვენ ჩემო მადლობა ძალიან დიდი ციკო შენ მადლობა ალტერბრიც მადლობა ერეკლეს მადლობა მუივერს მაყურებელს მადლობა მუივერს და რავი დროებით შეხვედრით სხვანაირად დავამთავროთ რა ეს აი როგორც ამას ესალმები ხა ისე დამემშვიდობე ბაკალაშ მიყვარხარ კარგად